მშვიდობის ანანა. მარიკა, თავისუფალ დროს თუ შეგიძლია ჩემი ლექსები გავიგე. ვით ვერ გაიდი ამაღლობელი რომ მე კერძო სამუშაოებს არ ვღებულობ. ხო, კარგი რა იყო, რა მოხდა? ურა მომეც მე დაგიბიჭო. კარგი, აი ნანამ დაიმიჭრებს. დინა მშვიდობის. გამარჯობათ ბატონო. როგორ გზანდებით? მადლობთ, კარგად ბატონო, უკაცრავად წელები. გისმენთ ბატონო. დიახ, პროკურატურა გახლავთ ბატონო. ბატონო? არ ვიცი ბატონო. მე საქმეების არაფერი არ ვიცი ბატონო. ვინა ვარ და დამლაგებელი ვარ ბატონო. არაფერს ბატონო. ეს სიგარეტები გადაეცით ბატონო ირაკლის, უხარით ამაღლებელმა დაგიტოვა. კი ბატონო. ბავშვები როგორ აქვთ? ბავშვები არ ამყავს ბატონო. უკაცრავად, აპატიეთ. დინა მშვიდობის ანანა. როგორ ახ? კარგად, ხო, მომსმენე, გითხრა. მე მესმის, რომ შენ არ გინდა აქ მოსვლა, ხო? კარგი. მე მოვალ. ხო, ძალიან მჭირდები, ხო. რა ვიცი, სადაც გინდა. პარკთან. კარგი. უკვე მოვდივარ. ესე იგი პარკთან. კარგი. ნანაი, ეს 4 ლექსი. ხა. ის ფუძღვენი, ამაღლობელი ეგ ლექსები მე კარგად ვიცი. ეს ხადაშორის ეს ჩემი ლექსები არის, ეს ბეთანელის ლექსები. დახევარ საჭმელი გიგო. ჩუმად ვიქნები, ჩუმად. მომაჯობა. როგორ აქვს საქმეები? შენ როგორ ახ? მადლობ. საით? მე ერთ ადამიანს უნდა შევხვდე. მე ვერ ხედავ ქარი ანგრევს ყველაფერს. არა უშავს მე. წადი ჩაიცვი. მეჩქარები. წადი. რა კარგი გოგოა. ახალგაზრდა დაამთავრა უკვე. ჩემი სტუდენტია ვენეცელი მომასწავლე. ალბათ ზურგი აქვს მაგარი. ზურგი კი არა ეს. ზურგი კი არა უბრალოდ კეთილსინდისიერი და შრომის მოყარე გოგოა. ესა, მეტი არაფერი. ეგ რა თქმა უნდა, მაგრამ რა მაგრამ ასეთ თანამდებობაზე 100-ო თანაც არ ნიშნავს. შეიძლება გითხრა ისი ბევრ ლაპარაკს თავი დაანებე და საქმეს მეხედე. სხვათა შორის დამავიწყდა მე თქვა. ამხანაგო ნატო. ველაპარაკი ამხანაგ ევგენიძეს და ხვალ 2 საათზე მოგართმევთ აქ დასაკითხავად კაბინეტში. გასაგებია? ბატონო ირაკლი, თქვენთვის არ შეიძლება. არ შეიძლება ხო? დიახ. შენ დახმარება მჭირდება. საგაუჭირდა მართლმსაჯულებას ასეთი. მე ვიცი შენ არასოდეს სერიოზულად არ უყურებდი ჩემ პროფესიას. მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ახლა მინდა სერიოზულად მომისმინე. ისმენ? საქმე შეეხება ხიდს. დანგრევს. ხო. იცი ეს საქმე არასწორად წარიმართა. მე ვფიქრობ დავაპატიმრეთ სრულიად უდანაშაულო ადამიანი. ვინ? ხიდის მშენებელი ინჟინერი სართანიანი. მაგრამ არის ერთი კაცი, რომლის ჩვენებამ ძირფესვიანად შესვალა საქმის ვითარება. ალბათ იცნობ შენ, ძველი ინჟინერია, ესა გორდეზიანი. კი? გიორგი პენსიაზე. ხო. გორდეზიას მიაჩნია, რომ ავარიის მიზეზი იყო ძველი ბურჯები. გასაგებია? რა. ავარიის მიზეზი ნათელია. ხო. აი სწორედ ამ დღეებში სტუდენტები ყავდა იქ. პრაქტიკაზე ამ დანგრეულ ხიდთან და ავარიის მიზეზებს უხსნიდნენ. შენ მაშ დაძმებული ხო? მინდა ეხლავე შემიძლია მოგცე ამის დასკვნა. ეხლავე არა, იცი რა. აი საჭიროა ესეთი ოფიციალური საბუთი. აი ეს მიმართვა ინსტიტუტისადმი. ასეთივე ოფიციალური საბუთი არის საჭირო. კარგი. ნუ რა კი ასე დგას საკითხი და გზნობ რომ შენ ეს ძალიან გჭირდება, სპეციალურ კომისია შექმნა. ხო.
კი, რამდენ ხანში გინდა? შეიძლება მალე. 3 დღეში. ეს დაინდები. მოდი აქ. რატომ იშლი ნერვებს? ვისი ეს ჭიქა? თქვენი ახლა მოვიდა. რატო აიღე მე? წალიმწყურია და რატო მომეცი აქ? შენი ნაპირალი იქნება არ მინდა მე რომ დავიღე. კაცი გადაირია რა მოგივიდა. თქვენ გააგრძელეთ ბატონო, გააგრძელეთ. მეუბნები ბიჭო, რა დრო შენი სკოლა ჯერ 4 წლისაც არა. მე ბებიამის ჩააწიდა. გამარჯობა. გინდა თუ არა იმ სკოლაში მემაბარი, სადაც გია ევგენიძე სწავლობს. გამარჯობა. გამარჯობა. მოგდენ. ეს რა არის? ეგარი რაც არის, მაგრამ ვეღარ მივიტანე საფამდე. აბა? ალბათ ეს არის რა შენი. კი, თავადიშვილი. უმცროსია ეს, მეორეა. მიხეილ, ერთი წუთი. ამ წუთში. მოვიდა შენ. გესმის? ნუ მე მგონი თქვენ უნდა იცნობდეთ ერთმანეთს. არა, სამწუხაროდ არა. ჩოდრიშვილი. სასიამოვნოა. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთ მკაცრ ორგანიზაციაში ასეთი კეთილი ფერიები ბუდობდნენ. მე კიდევ საკითხია. მე ახლა მოვა. შესაძლოა. ეხლა დაიწყე. მარიკა იქ არაინ შეუშვა, ესმის ვინც არ უნდა მოვიდეს. კი ბატონო. დავიწყოთ ჩვენი საუბარი, ჰა? დიახ. ხო, საბრძანდი. დავიწყოთ. ევგენიძე მიხეილ სამსონის ძე. დაბადების წელი 1900 არაფერი მესმის. დაბადების წელი კითხეთ. არა, მე არ მესმის, სასაჭიროა ეს დაკითხვა. მაპატიეთ, მაგრამ ასეთია საერთო წესი. იქნებ მე აქ დაბარებული ვარ როგორც დამნაშავე, ა? ჯერ ამაზე ლაპარაკი ადრეა. გეთილი ბატონო, კანონია და ვემორჩილებით. დაბადების წელი 1928, ქართველი ცოლი. ცოტა ნელა. ქართველი კმალა. ცოლიანი. პარტიის წევრი 1948 წლიდან. ფრონტზე არ ყოფილვარ. დაპატიმრებული არ ყოფილვარ. საზღვარგარეთ ნათესავები არ ამყავს. მაქვს ჯილდოები, საპატიო წოდება. ალბათ ეს კმარა? დიახ, მაგრამ მე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ სრუჩვენების ქალიშვილო, ხომ არ გეჩვენებათ, რომ ეს უკვე მეტისმეტია. დიახ, მე მესმის, რომ ეს არც თუ ისე სასიამოვნოა, მაგრამ წესია, რომელსაც მეც და თქვენც ანგარიში უნდა გაუწიოთ. გთხოვთ, ხელი მოაწეროთ. კეთილი ბატონო, რა გითხრენ, ეს ასე გჭირდებათ? ოღონდ გთხოვთ დააჩქაროთ. 9 საათში აღმასკომის სხდომა მაქვს და დიახ. მარიკა. ვინა ეს კაცი თუ გალიხარ. ელი დღეები ასე ზის და სისულელეებს წერს მეტყვი.
ბოდიში ამხანაგო, მაგრამ ეს გამოგებინე. რას წერთ ამისთან ეს ერთი 10 დღე გიყურებთ, ზიხარ წერთ და წერთ. რა შეა საქმე? ანონიმკას ბატონო. რას? ანონიმკას. ანონიმკას? დიახ. ეს ანონიმკა გერა განცხადება. რა ვქნა ბატონო? თქვენ დევენ მეუბნებას ვერ მივიღებ. მოიცა, რას უჩივი ან ვის უჩივი? მეზობელს. რაზე უჩივი? ხემო მიჭრა ბატონო ალუბლის. ხემო გიჭრა ალუბლის. რატომ მოგიჭრა? საკუთარი მოქმ დაეყენებინა. რა, ჟიგული? დიახ. დაჯექია. ეს ასე მომენტი. ხემო გიჭრა. კარგი. ქალაქის პროკურორს ია რაზმაძეს. სახელი გვარი მამის სახელი? ბუხუტი დავითიძე ბუხურძიძე. ბუხუტი დავითიძე. დავითიძე ბუცხრიკიძე. გვარი გადასარევი ქონია. კარგი. განცხადება. გამოძიებას პირველეს ყოვლის საინტერესებს ავარიის მიზეზები. არა მგონია რომ ეს ჩემზე მეტად თქვენ გაინტერესებდეთ. როგორც მოგეხსენებათ, მე ამ პროექტის ავტორი ვარ. და ამ დროს ქალაქის საბჭოს საღამასკომის ერთ-ერთი მუშაკი. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაინტერესებს თქვენი როგორც პროექტის ავტორის აზრი. სახელობ? როგორ ფიქრობთ? რამ გამოიწვია ავარია? ამაზე რამოდენიმე სიტყვით პასუხის გაცემა ძნელია. მაგრამ რამდენადაც ვიცი, პროკურატურამ ერთხელ უკვე გამოიძია ეს საქმე, მიზეზებიც დაადგინა და აქამდე უნდა გადაგეცათ სასამართლოში, რომ ბოლოს და ბოლოს შევდგომოდით ხიდის აღდგენას. დიახ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ერთი მოწმის ჩვენებამ ყველაფერი ძირფესვიანად შესცვალა. ამიტომ გადავწყვეტეთ გამოძიების თავიდან დაწყება. ასეთი მაინც რა გაცნობათ ამ გორდეზიანმა? აი ეს. და მას შეატრიალა ყველაფერი. ყოველ შემთხვევაში გვაფიქრებინა, რომ გამოძიება არასწორი გზით წარიმართა. მაგრამ გორდეზიანმა განაჩენის გამოგვიტანოს და ეს უკვე სასამართლოს საქმეა. მანამდე კი მინდა გითხოთ, აი თქვენ რომ ჩემს ადგილზე ყოფილიყავით, დაგაფიქრებდათ თუ არა გორდეზიანის არგუმენტები? რა შეიძლება, მაგრამ ექსპერტიზამ სხვა ჩვენს ფრიად ავტორიტეტულმა გააბათილა გორდეზიანის მოსაზრებანი. როგორც ვიცი, ეს საბუთი არის მათ საქმეში. დიახ არის, მაგრამ ხიდი მაინც დაინგრა. მაგრამ არა იმ მიზეზით, რასაც გორდეზიანი ამტკიცებდა. ეს კიდევ საკითხავია. ახალი ექსპერტიზა გაგცემს ამაზე პასუხს. მანამდე კი მინდა გითხოთ ერთი რამ. ბრძანეთ? როგორ გარისკეთ ძველ ბურჯებზე ხიდის დაშენება? მაპატიეთ, მაგრამ ეს რისკი კი არა. საღი ანალიზის დეტალური გამოანგარიშების შედეგი გახლდათ. მაგრამ თქვენ ინჟინერი არ ახართ, ამიტომ ჩვენ გაგვიჭირდება. დიახ, მე ინჟინერი არა ვარ, მაგრამ ის კი ვიცი თუ რა დიდი გამოცდა უნდა გაიაროს ხიდმა აშენების შემდეგ. მაგრამ არქივში არავითარი საბუთი არ მოიპოვება და მოწმეებიც ადასტურებენ, რომ ხიდს არავითარი გამოცდა არ გაუვლია. ეს უბრალოდ ფორმალობაა. მაგრამ სამაგიეროდ არსებობს საბუთი, რომ თქვენ ხიდის აშენებისთვის მიიღეთ პრემია, მადლობა, ჯილდო, წოდება და შეიძლება თანამდებობაც. იცით რა, ყველაფერი ეს მე მივიღე 100,000-ობით მანეთის დანაზოგისათვის, რომელიც სახელმწიფოს მივეცი. დიახ, და რაც სახელმწიფოს ახლა 10 მაგათ უჯდება. არავინ მოელოდას ეს წყალდიდობას. სტიქიურმა უბედურებამ ტაშკენტი მთლიანად დაანგრია, მაგრამ ვფიქრობ ამ საქმეს არავინ იძიებს. ექსპერტები იყვნენ ჩამოსული თქვენი პროექტის არეცენზიოდ. არა, საჭიროდ არ ჩათვალეს, ტექნიკური მონაცემები დაკმაყოფილდნენ. არც იყო ამისი დრო. დიახ, საზეიმო თარიღი ახლოვდება. დიახ, საიუბილეო თარიღი. კი, ამ დროს ლოზუნგი ვაშენოთ სწრაფად, იაფად და მაღალხარისხოვნად ლოზუნგად რჩება. იცით რა, ეს ლოზუნგი დღესაც ძალაშია და დღესაც საიუბილეოდ უპატაკებთ ხალხს. დიახ, საიუბილეოდ ავაშენებთ კიდევ სხვას, ბევრს ახალს. დიახ, საიუბილეოდ, მაგრამ საიუბილეოდ ვერ ავაშენებთ ბავშვთა ბაგებს, საცხოვრებელ სახლებს, რისთვისაც განკუთვნილი ახალ ხიდის აღდგენას უნდა ჩვენ მოხმარდეთ. სულ სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ. შეიძლება. და თანაც საუბარიც გაგვიგრძელდა. მე ჯერ არ დამემთავრებია. იქნებ დაპატიმრებულიცა ვარ, რა? შეგიძლიათ მიპასუხოთ, შეგიძლიათ არა. ეს შეკითხვა ოქმში არ შემაგვს.
თქვენ სავსებით დარწმუნებული იყავით თქვენი პროექტის ვარგისიანობაში. სავსებით და გთხოვთ რომ ოქროში შეიტანოთ. უკაცრავად ტელეფონზე გთხოვენ ბატონო მიხეილ. შავი ტელეფონი. დიახ. ისმენ. აი აქ მოაწოდე ხელი ახლა. ასე მომეციეს. ქალაქის სადი ახლა შენ ეს ჩადე კონვერტში. ამ კონვერტ ზევიდან ეს მისამართი დააწერე. და პოსტით გამომიგზავნე მე. მადლობა ბატონო. და მიდი. მერე გააცანი დადგენილება. ერთი წუთით. შენ რომ მართლა ღმერთები იყო და წინასწარ მჭრედდეთ ყველაფერს? ანდა ყველაფერი ისე რომ იყოს ცხოვრებაში, როგორც თქვენს კანონებსა და კოდექსებში წერია. აი ახლა მირეკავენ რომ რამოდენიმე მოსახლე ართმობს თავის სახლკარს, რომლის ადგილზედაც 12 სართულიანი სახლი უნდა ავაგოთ. ხვალ ისინი თქვენთან მოვლენ საჩივრით, ქალაქის საბჭოს აღმასკომზე. იქ უკვე დგანან მანქანები, ინჟინრები, ხალხი დგანან და ელიან ჩემ პასუხს, აი ახლავე ამ წუთას. საინტერესოა თქვენ როგორ მოიქცეოდით. პირდაპირ იქ წავიდოდი. მით უმეტეს რომ ჩვენი საუბარი შეიძლება დამთავრებულად ჩაიდო. 9 საათში აღმასკომში ვიქნები და დამირეკეთ. გთხოვთ წაიკითხოთ და ხელი მოაწეროთ. თქვენ ალბათ დარწმუნდით რომ მე პატივს ვცემ კანონს. ვითვალისწინებ თქვენ ქალობასაც. მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს, ხომ უნდა იფიქროთ ხელმძღვანელის ავტორიტეტზედაც. ეს ჩემი აქ მოსვლა ერთმა ორმა კაცმა იცის, ხვალ კი მთელ ქალაქს ეწოდინება. მე ვფიქრობ, პროკურატურაში მოსვლა და ჩვენების მიცემა არავისთვის არ უნდა იყოს სამარცხვინო და სათაკელო. აი, ყოველ შემთხვევაში აი ამას გადაავლეთ თვალი. როგორ ასე? კარგად. აუ, ამდენს კი აღარ მოველოდი, ეთყობა წყალი თანდათან იმგვრევა. რა შვება ახლა რასაკეთებს? თქვენთან არის და თქვენ გელოდება. მე რას მელოდება რა? შევით. მე მელოდება? დიახ. კარგება, შენ მე შევალ იქ, შენ დარჩია. მივწერე. თუ შენ შედი, არა, თქვენ მივწერე. კარგი. შენ უგეშინე. დიდი მადლობელი ვარ შენ, ეს კარგი სპექტაკლი მომიწყია. რასიზამ კანონი. როგორ არა, გუშინდელი ღლაპი დამლაშავესავით დაკითხავს, თანაც გაფრთხილებს ხალბი ჩვენების მიცემისათვის. პასუხს აკეთებს და ყველაფერს ამაზე ხელს გაწერინებს. დიდებული კანონია მე და ჩემ აღმერთება. მე მესმის მიხაილ სამსონიჩ რომ ყველაფერი ეს მეტისმეტად არასასიამოვნოა, მაგრამ შეიცვალა ვითარება. კაცო, ხიდის საქმე დამთავრებული იყო. კი ბატონო, დამთავრებული იყო ეს ბახტაძე რომ არ გამთავრებულა. კაცო, შენ დაგემთავრებინა, აგეღო და დაგემთავრებინა. რიჩიდევე ჭირკედელაობა. თანაც აი ამ წიგს მჭრავს. და თითქოს პატარა ბავშვი იყო აქ ნატაციებს მიგიტო. ერთ საქმეზე ლენინს როგორც მოწმეს ჩვენება უნდა მიეცა გამოძიებისათვის. გამომძიებელმა დაურეკა მდივანს, როდის ექნება დრო ამხანაგ ლენინს რომ მიმიღოსო. როცა ეს ვლადიმერ ილიასძეს მოახსენეს, მან თქვა
გამომძიებლებს ისედაც ბევრი საქმე აქვთ. როცა მოიცლის, მე თვითონ მივალო. აბატონო, მე თვითონ მივალო. წიგნებითა და უნივერსიტეტში მოსმენილი ლექციებით ზომავს ცხოვრებას. მეტი ჩარაღლაპი. გათხოვილი თუა? არა. მე რაგოდა გაგეთხოვებინა ეს პროცენტები დაწინაურებული ქალები. საპროპაგანდო თუმ ქალი და კაცი თანასწორია და მაგრამ ეს შენი უფროსის რომ ქალი მე აი აგერ მაწევს მისი უფროსობა. ბიჭო პრეზიდიუმში გამოსაჩენად ქალისათვის თანამდებობა მიიცემა. არა მიხეილ არა, ჩემი თანაშემწე სხვა ქალია მას ერასა. ხლებებით კეკლუსობს და არის ის ვის როგორ ელაპარაკოს. ახლა მე წავედი. ხო. ეს დაკითხვა თუ ქალური კაპრიზები არავის არ ჭირდება. ხვალზე ხილის აღდგენა უნდა დავიწყო. არა, თუნცანჩი. რა არის ის? მე მგონი ახლა ასე ადვილად აღარ გამოვა ეს. ეს არ მესმის? არა, მე ის თქვა მინდა რომ ეს ჩოდრიშვილი აღარ მოეშვება ამას. კაცო, გამაგებინე ვინ არის აქ პროკურორი, შენ თუ ის ქალიშვილი? აქ პროკურორი მე ვარ, მაგრამ საქმე იმას აბარია, ხომ? კაცო, შენი ერთი სიტყვა საკმარისია. ხომ გაქვს ამის უფლება? კი, უფლება მაქვს. მოკლედ არ ვიცი, ხო? იცი რა? მე თანდათან ეჭვი მეპარება რომ ჩოდრიშვილი შენი მითითებით მოქმედებს, რომ ეს გორდეზიანით შენ გამოდის. მიხაილ სამსონიჩ, მე რომ მდომოდა, გამოძიებას თავიდანვე სხვანაირად წავიდოდა. თუ გონია რომ ხელმძღვანელობა მოგიწონებს. კაცო, საქმე იმაშია რომ ეს ჩოდრიშვილი მართალია. ყოველ შემთხვევაში მან დამარწმუნა რომ მართალია. იცი რა, მე არ მინდოდა შემეხსენებინა შენთვის ზოგიერთი რამ, მაგრამ რა გაეწყობა. კი ბატონო. შენც კარგად იცი რომ ქალაქში ასეთი დიდმნიშვნელოვანი ნაგებობის აგება მარტო პროექტის ავტორის ნებასურულზე არ არის დამოკიდებული. კი ბატონო ვიცი. რომ ეს პროექტი შეთანხმებული იყო ყველა ზემდგომ ორგანოში და გადამწყვეტი სიტყვა მაინც გაბაშვილმა. კი, მახსოვს. მე თუ ვფიქრდები იმას რომ ამ პროცესზე შეიძლება გავილანძღო არა მარტო მე, არამედ სხვაც. უფრო ზევით. უნდა გაეწყობა. ვეცდები რომ ეს ასე არ მოხდეს, მაგრამ ამასაც ვეჭვობ უკვე. იცი რა, თუ საჭირო გახდა ეს ჩვენი ჩოდრიშვილი მოითხოვს გაბაშვილის გამოძახებასაც. მიხაილ სამსონი ჩოდრიშვილი მივა გაბაშვილამდე. აი შენი თანაშემწე გაბაშვილის კაბინეტის კარებთან რომ წაიწეს ისე. მაშინ გაიხსენებ ჩემს სიტყვას. ვინ რას წაიტეხს მაგას ვნახავთ. დიახ. მე ვარ? ვის? კი ბატონო. დიახ, ისმით. მე ვარ. კი ბატონო, აი დასკვნა გავამზადე უკვე. არა. არა, კი, მაგრამ კი ბატონო. კი. დიახ. დიახ, მესმის.
გისმენთ? შენ ახლა? ხო. მეგონა აღარ იქნებოდი. ვიცოდი რომ დაამირეკავ. რა იცოდი? გული მიგწონა. რას ეკეთებ? შენ გელოდებოდ. მე? ხო. მოიტან დასკვნას. ხა? დასკვნას. შენ იცი რა მოვალ ახლა მე შენთან. ახლა მოვდივარ. ხო. კარგი. გელოდებ. რა უყვახლა მკაც დავაპატიმრო? შენი მოგვარე. შენ რატო ხარ? თქვენ გელოდებით. რა მომიტაცებენ თქო? დადი წადი. არა. წადი. შეიძლება? შემოდი. არტი მოიტანა. ნატო მოიცადე, ხო. ცირა მე მინდა შენ რაღაც გითხრა. რა? მაგრამ აი არ ვიცი როგორ დავიწყო. თქვი გისმენ? და საერთოდ გამიგებ თუ არა, ესეც არ ვიცი. გისმენ? ასე დროს ხო იცი მოკლედ თქმა ჯობს. ხო. ჩვენ იცი რა, ჩვენ სხვა თუ არაფერი მეგობრები ვართ და მოკიბული ლაპარაკი ჩვენთვის არ არის საჭირო და არც გვეკადრები. ხო. რა იყო? ნატო მე ის დასკვნა არ დამიწერია და ვერც დავწერ. რატო? აი თუნდაც იმიტომ რომ ჩვენ მეგობრები ვართ და შეიძლება ეს სხვანაირად ჩამოგვართვა. საქმე იმაშია რომ ეს ევგენიძის პროექტი სტარ დასკვნებს ეყრდნობოდა და ეს ავარია გარდუალი იყო. ეს რა თქმა უნდა ყველაზე უკეთ თვითონ პროექტის ავტორმა ევგენიძემ იცოდა. მე მინდა გითხრა შენ პროფესორად გირჩიო რომ ამ ხიდის საქმეს ცოტა სხვანაირად შეხედო. თქვათ სხვა თვალით ვერ შევხედე მაშინ? მაშინ ვშიშობ ამ ჩატეხილ ხიდზე შენ თვითონ არ მოიტეხო ისე. გასაგებია. ესე იგი შენ დარწმუნებული ხარ რომ ევგენიძის პროექტი უვარგისია. კი. მაგრამ ამას ოფიციალურად ვერ დაადასტურებ. ვერ. გასაგებია. გაიწყობა. მოიძებნება კაცი, ვინც გაბედავს სიმართლის თქმას. ეს აზრი შენ მოგივიდა თუ ვინმე შთა გაგონა? ამას რა მნიშვნელობა? აქვს. თუ ვინმე შთა გაგონა, ესე იგი დაინტერესებულია რომ აი ამ საქმეს სხვა თვალით შევხედო. და თუ დაინტერესებულია, ესე იგი გასამრჯელოსაც არ დაიშურებს. რამდენს პირდებიან? კარგი ახლა ნუსულებ. არ სულელობ. ქალაქის საბჭოში ფინანსიაში 4145 ვარ. ფინანს ალბათ 3 წელიწადში მივიღებ. შეიძლება წასვლა როგორმე მოხერხდეს. ხო. თუნდაც ეს იყოს. ხო. აი თუნდაც ეგ იყოს. აი მითხარი ერთი რას მოიგებ ამ ევგენიძის გადაკიდებას? იქნებ რაზმაძის ადგილსაც მპირდებიან. კარგი ახლა ნუ იგონებ რა. არ ვიგონებ. ეს მე შენამდეც ჩამაწვეთეს, მაგრამ გაბედვით მხოლოდ შენ შეგეძლო კაგებედა. როგორც მეგობარს. კი.
თუ ევგენიძის პროექტს დაცვა შეიძლება შენც არ გაწყენინონ. შეიძლება სადმე საზღვარგარეთ მივლინებაში ან ნატო. ხო, ასეა. ნატო. შენ ახლა ხმას მოუმაღლება. მე აქ ბრალდებული არა ვარ და არ შენ ახარ ბრალდებელი. მე ვარ ბრალდებელი. მთელი ქვეყნის პატრონობა შენთვის არავის არ დაუვალებია. ქვეყანას ჩემი ქალაქია. ამ ქალაქს ყავს უშენო თავის პატრონები. ამ ქალაქის პატრონები ჩვენა ვართ სულ ყველა. ჩვენ 7 და პატიოსანი ცხოვრება. კი, ევგენიძესაც და გაბაშვილსაც ეგონა, 7 და პატიოსნად ცხოვრობდნენ. 10 წელიწადი ჩუმად იყვნენ, 10 წელიწადი. შენ ქარის წისქვილებს ებრძვი. ამას მაშინ გაიგებ, როცა აი ტელეფონის ერთი დარეკვით, ეს შენი ნაგები კოშკი ხუხულასავი დაინგრევა. კარგი ახლა. წადი აქედან. კარგი ახლა ნატო სულ არ საჭირო. წადი აქედან. ზედმე წადი აქედან. გამარჯობათ. რომელი საათია? 7:09. მოგზენდი შენ მოდი. რაგინათა, რატო არ მიდიხარ? მივდიოდით უკვე. ისა შენ რატო მუშაობ კურიერ? მივსწავლობ ბატონო რეკო. დაუსწრებელზე თბილისში. რაზე? იურიდიულს. ოკეი, მითხარი. კარგი. მარიკა პროსობა კარის ორივენი ეგარია. რა საკეთებენ ამ დღეს? შენ საქმე არ არის. კარგი დაკიბეჭდე. შენ მადლობა ვის უძღვენი მაინც ეს ლექსები ამაღლობელი? სვადაშვილის ეს ჩემი ლექსები არ გახლავთ. ეს მეთანელის ლექსები. კინოში არ წამოვა. იტალიური ფილმია. გამოძიება დამთავრებულია დაივიწყეთ. შენ წამოვა. ჩუმად, ბატონო, ჩუმად. იქთან. კარგი დაწყნადი. ოღონდ შენ დაწყნადი. მე საერთოდ ფილმებს არ ნახავ ჩემ ცხოვრებაში. კარგად იხავ. გისმენთ. რა გამიჭირე ბატონო საქმე რას მირეკა? ხო გაიგე რომ იქ არ მოხვდი. დაკინდა ყომილი ხმას მოუწიე. გაიჭირე საქმე. უსაქმური ხარ ვიღაცაა. თქვენ რატომ არ მიბრძანდებით სახლში? ძალიან მაინტერესებს. იქნებ დავჭირდ. თქვენ კურიერის თანამდებობაზე მუშაობთ, როგორც მე ვიცი. დიდი ჩაი. შეიძლება
მოდი. იქნებ სხვა დროს შემოსულიყო. მოდი. გამარჯობა. დაჯი. როგორ არის შენი საქმე? კარგად. თქვენს პანჯერაში სინათლე დავინახე და იმიტომ შემოვედი. იყო ამხანაგურის სასამართლო. დიახ, სწორედ გუშინ იყო. ამხანაგურის სასამართლო. მე რა ამხანაგური. იქ რაც ითქვა უკვე ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. იცით რა, მოვედი რომ მადლობა გითხრათ. კარგი ერთი. არა, ეს არა მარტო დედაჩემოს დამაბარა თქვენთან მადლობა. ცისანას? ცისანას გარეთ ახლავე დავუძახეთ. გეძახ. ცისანა მოიყვანე. დიახო. აიქ. დაჯი. ციცრა. ვორცხია არ მოდის. დაჯი. ციანზურ მე რომ გითხარ ინსტიტუტში დაგეხმარებე მეთქი ალბათ ვეღარ დაგეხმარე. რა უყოთ მე? რა უყოთ კი არა, წელს ისე უნდა მოემზადო რომ მოხდე. ეცდები კი არა, პირობა უნდა მომცე. გაძლევთ პირობას. აი ეს. ეხა წარდი თავისუფალი. იცით რა? ხო. დედაჩემი არ მომეშვა, გინდა თუ არა ქალბატონი რატო სახლში დაპატიჟეო და გინდა თუ არა დაპატიჟეო. დედას მადლობა გადაეცა. დიახ. აი თქვენ როცა მოიცლით, როცა დრო გექნებათ, მაშინ გამოია. კარგით? კარგად იყავ. კარგად წამდევათ. ნახო. კარგად. დიახ. გისმენთ? შენ გიდიახ ხარ? დიახ. ახლა ავაპირებდი წასვლას. მოიცი ერთი რა გეჩქარება კაცო. ეს მითხარი, ნატო. გისმენთ ბატონო. ნატო ხო გესმის შემეხმა? დიახ. რაზე ფიქრობ ახლა შენ? ალბათ ისევ იმ ილია ჭავჭავაძე-რაშვაშია. ალბათ ისევ იმ მიხეილ ევგენიძის ჩატეხილ ხიძია რა? ნატო. გისმენთ ბატონო. რა მინდოდა მეკითხა შენთვის? ნეტავი როდესმე თუ დადგება ისეთი დრო, რომ ეს ჩვენი პროფესია საჭირო აღარ იქნება. ციხე, სასამართლო, კოდექსი. ალბათ როდესმე დადგება ბატონო ირაკლი აბრაიკი. როდესმე? ჩვენ რა აღარ ვიქნებით მაშინ კი. მოიცა ნატო? მოიცა უსმინე აბა, უსმინე. გესმოდა? დიახ. ბატონო ირაკლი, რატომ გამოდიშეთ? არ გიყვართ ეს იმა? არა, პირიქი ძალიან მიყვარს. ძალიან. აბა? მაგრამ სახლში შემაძულეს ეს. შენ იცი, ჩემი უფროსი შვილიშვილი როგორ მღერის ამ სიმღერას? ნატო მისმინე? გესმის ჩემი ხმა? დიახ, მისმინე. ჩემი უფროსი შვილიშვილი როგორ მღერის მეთქი ამ სიმღერას, უყურე? გამოგმით მე ვარ აგამით შენ შუა ჩამოდის მდინარე ერვის ნახევარზე ავდექი დამაინც დავაგვიანე თურმე მოსწავლეთ ერთი ნაწილი სადღაც გაღმა ცხოვრობს იქ და ამ ხიდის ჩანგრევის შემდეგ შემოვლით დადიან სკოლაში და აწყვეს ეს სიმღერა ზედ აი ხო ხედავ ჩემო კარგო სახლშიც არ მასვენებენ ამ ხიდის გამო და რა მინდოდა კიდე ხო ნატო
მგონი სავანელი იყო შენთან, რა? წერან შემოსვლა მინდოდა, მაგრამ რაღაც ხმამაღალი ლაპარაკის შემომესმა და არა, კერაფერი გამიგონია. შენ ეგარი ფიქრო. მოკლედ რა გითხრა იცი? მე წინასწარ ვიცოდი რომ ეგ სავანელი დაპირებულ დასკვნას არ მოგიტანდა. ერთ სიტყვით მაგრძნობინეს რომ ამ სავანელს როგორმე მოუვლიდნენ, ოღონდ ჩვენ შეგვებრუნებინა საქმე თუნდაც ხანდაზმულობის კანონით, რაც არ უნდა იყოს 8 წელი გავიდა. თამნაშავიც კანონს ეპოტინება რასიზე. ხო, რა თქმა უნდა, ხლა ბიჭო. ეპოტინება გავიდა ეს 8 წელი და რა ქნას. დიახ. ბატონო ირაკლი. იქნება მთელი ეს საქმე. მარტო მე მაინტერესებს და სხვას არავის. ხო. და იქნებ მართლაც სასაცილოდ გამოვიყურები. რა? ნატო. ნატო. გართულებულა საქმეები. გამარჯობა ბატონო ირაკლი. შეიძლება? დიახ, დავბრძანეთ. დავბრძანდით? არა, თქვენ დავბრძანეთ. ჯერ თქვენ დავბრძანეთ? დავბრძანეთ ბატონო ირაკლი. დაჯერ. დავბრძანეთ. ბატონო ირაკლი. თქვენთვის ხომ არ შეიძლება? ხო, ხანდახან მოვიწყდება. კარგი, მაშ ასე როგორ თქვი? სასაცილოდ გამოვიყურებიო რა. მომეც ერთი საქმე აქვს. არა, ბახტაძის გამოძიება. ნატო მისმენე განაცხადა. აი ახლა ამ წუთში. საკმარისია ხელი მოვაწერო ამ ბახტაძის მიერ გამოძიებულ საქმეს და ყველაფერი გათავდება. ჩვენ წავალთ შინ. მე ალბათ დავლებთ ჩაის. ტელევიზორით ნახავთ რაიმე ფილმს. და მშვიდად დავიძინებ. არა ბატონო ირაკლი. მე ვერ დავიძინებ მშვიდად და ვერც თქვენ. აი ევგენიძე და სხვები ალბათ მშვიდად და წყნარად დაიძინებენ. არა, მოიცანათ ეგ ნაწილი. მოდი უფრო გულახდილად ვილაპარაკო, ჩვენ აქ მარტონი ვართ. შენ შეიძლება ახლა თავმოყარეობა ან სიამაყე არ გაძლევს უკან დახევის საშუალებას. შვილიშვილებს გეფიცები ნატო. აი საკმარისია მართლა გამოვიყენო ეს კანონით მონიჭებული უფლება და ეს საქმე გადავწეს სასამართლოს. დავეხმარო ბატონო ამ სართანიანსაც მესმის და ვგრძნობ რომ ასია საჭირო და გავაკეთებ კიდეც ამას. ოღონდ მომთავრდეს ეს არასასიამოვნო ამბავი. ბატონო ირაკლი. ჩვენ სიტყვაზეა დამოკიდებული კანონისა და სახელმწიფოს ავტორიტეტი. ადამიანებმა კანონიერება ლოზუნგებზე კი არ უნდა წაიკითხონ. არამედ თავის გარშემო. მიწაზე, რომელზედაც ისინი დგანან, რომელზედაც ისინი დააბიჯებენ. მესმის შენი ჩემონატო მესმის. ესე იგი შენ ახლა ფიქრობ რომ მე ვარ ერთი ვინმე ესეთი უპრინციპო მხტალი
კარიერისტი. ბატონო ირაკლი, იქნებ ჯობდა კიდეც რომ თქვენ ასეთი ყოფილიყავთ. მაგრამ ჩვენ თანამოაზრენი ვართ და ერთმანეთს იმას უმტკიცებთ რომ 2x2 4-ია და არა 5. არა ისე იყო დრო მეც ვამტკიცებდი ისე ერთი ამბით ალასკა საგონად რომ ამხანაგება 2x2 4-ია ეს ადრე იყო 2x2 ყოველთვის 4-ია ბატონო ირაკლი ეს აქსიომა გადასარევი ამბავია ხლა უყურე ესე იგი რა გამოდის ხედავ შენ ისე იგი შენ არაფრის არ გეშინია არავის და არაფერს ანგარიშს არ უწევ მე მხოლოდ იმის მეშინია ბატონო ირაკლი თუ ახლავე უღალატე ჩემს რწმენას ქავა დრო და ალბათ რომელიმე პროცესზე გამახსენებენ აი ამ ხიდის ამბავს თუ ახლავე უღალატე უკაცრავად ბატონო ირაკლი არ შეიძლება ეს თქვენთვის კარგი კი იყო მომეწია ხა კარგი ბატონო დავამთავროთ ეს ჩვენი დისკუსია უკვე გვიანა რა დიახ ეს ჩემია გმადლობთ ბატონო ირაკლი მადლობა მადლობა შენ კი არა ნატო შენ ახლა ისეთი რამ თქვი კარგად იყავე ნუ რა გითხრა ახლა მე შენ რა გითხრა ისეთი რაც შენ არ იცი და სხვათა შორის ჩემზე უკეთესადაც მოკლედ მე აქა ვარ თუ სახლში ვარ თუ სადაც არ უნდა ვიყო სულ ერთია დაგჭირდეს რამე მოდი დარეკე შემოდი და საერთოდ მიდი და კარგად ხან დიახ ბატონო დიახ ბატონო ირაკლი მოგენაც მე თბილისში უნდა წავიდე რატომ ნატო გაბაშვილთან შესახვედრად ბატონო ირაკლი შენ რა გითხრა როგორ მინდოდა ჩვენი საუბარი ამით არ დამთავრებულიყო და მაინც ასე მოხდა ცა არა ეს საქმე არ გამოვა ვერ გაგიშვებ ბატონო ირაკლი მე უნდა წავიდე თბილისში არა ბატონო არა სხვანაირად სიმართლე არ დადგინდება არა ასეა საჭირო შენ ძალიან ბევრს მთხოვ მე არა ჭეშმარიტების დადგენა გთხოვთ ამას ეს თქვენ ჩემზე კარგად ეხ შენზე უკეთი ვიცი მაგრამ მაინც ვერ მოგცემ ამის უფლებას მე უნდა წავიდე თბილისში დავარწმუნო გაბაშვილი რომ მისი ჩამოსვლა აუცილებელია და შევხვდე იმ ექსპერტებს რომელთაც აკურთხეს ევგენიძის პროექტი სხვათა შორის მივლინების ბარათს ხელი მე უნდა მოვაწერო ჯერჯერობით ასია ეს ბატონო ირაკლი თქვენ წელს შვებულებაში არ გასულხართ სწორედ საშობულებოთ მაქვს საქმე ახლა მე შვებულება მოიცა რაზე მკითხე
გადით შეულებაში. დროებით მთელ საქმეს ჩემ თავზე ავიღებ და თქვენ განთავისუფლდებით პასუხის მგებლობისგან. შეუძლება კი არა. მე ის რაღაც დარჩენილი დღეების გასული იყოს და პენსიაზე გავდიოდი, ახლა ყველაფერს ჯობია. და კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა რაიმე კურსებს გამოიგონებდნენ, რომ შენ მოგაცილებდნენ აქაურობას დროებით მაინც, ერთი თვით მაინც სანამ ეს საქმე აქ ყოველთვის კურსებზე ვერ გამგზავნე. რა შეიძლება შეხვდები მხოლოდ სპეციალისტებს, რომლებმაც დასკვნა მისცეს ევგენიძის პროექტს. ასევე ჩაიწერება მივლინების ბარათში. არავითარი გაბაშვილი, ხომ გესმის? მესმის. თავისუფალი ბრძანდები. ძილინების. კაი ძილი მექნება. Იღუპავს. აშკარად იღუპავს. ნინო, მე ვარ. ერთი ბაბუ დამალაპარაკე რაღაც, მინდა უთხრა. ახლა რა მოხდა კაცმა რო თქვაზე, ერთ-ორ სიტყვას ვიტყვი და დაიძინებს ისე რა არის აქ უცნაური და ბავშვია კაცო რა. კაი ბატონო, კარგი, გავიგე, ახლა დამიწყე, ამაზე წამიგითხამდე. გავიგე, ხო არა კაცო, არა, მე როგორ შეიძლება მიყვარდეს ვინმე ეს თქვენ ხართ, მე ყველა მეზიზღება, თქვენ ყველა გიყვარ. კაი ერთი ხალი ხარ კაცო. Minds say something. პირადობის მოწმობის წადება არ დაგავიწყდეს, იქ გაბაშვილთან საშვის გარეშე არ გაგატარებენ. მადლობთ ბატონო ირა. გამარჯობა. ახლა რატომ ვსუხა? ეს პატარა სასწრაფო სამუშაო. მაბატი.
დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა ბატონო. აბა გისმენ. შევხვდი გაბაში. მოიცანო ყველაფერი მეამბე დაწურილებით და დაუფარავ. როგორ მიგიო? ძალიან თავაზიანი. მაგრამ და ირაკლი ისეთი პატარა მომეჩვენა ჩემი თან და ესეთი უმნიშვნელო საქმე, რომლისთვისაც მე იქ მივედი, რომ უკან გამობრუნება. კარგი. უკან გამობრუნება დააპირე. არაფერი, კაცმა რა თქვას, ნაცნობი მიკრობია, მარტო შენ არ ახარა. ხო, გეყოფ ახლა. გესმის, დაწყნარდი, დამშვიდი და შემოდი ჩემთან. გაიგე? გადია. ნუ დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა გურამ. დილამშვიდობისა და სულ დილამშვიდობისა. რა იყო, რა მოხდა? დილამშვიდობისა. რამბავია? უგაცრავად. ბატონო ირაკლი. ამაღლობელი. მოდი აქ. დიახ. ამ გუშინელ გაზეთში შენი ლექსი ესა? ბეთანელი შენ ახარ? დიახ, მე ვარ. მოგიწონათ? დაიყო მზე და აღარ არის მზე. დაიყო მთვარე და აღარ არის მთვარე. არის ლაურა, მხოლოდ ლაურა, ჩემი ლაურა. ახლა რო დაგიწერ ბრძანებას, დაიყო ამაღლობელი და აღარ არის ამაღლობელი. წერე და იკითხე. ხუმრობთ ბატონო ირაკლი. გურამ, ხუმრობ? მე ხუმრობ? იცით, აი მე თქვენთვის ახალი სიგრეტები მოიტანე. შვილიშვილებს გეფიცები უკანასკნელად გაფრთხილებ, საქმეს მიხედე, საქმეს მიხედე. ბატონო ირაკლი. იბრძანდი. უგაცრავთ. მოდიში. როგორი შტაბეჭდილება დასტოვა შენზე, რაგვარი ეს? გაბაშვილმა. ძალიან კარგი ბატონო ირაკლი. იგი ძალიან ჭკვიანი კაცი შენს, გამოცდილი, ძლიერი. ბატონო სწორია. მახსოვს, მიმუშავნია მასთან. შემოდი ჩემთან განაცვალე. მოდი. მოდი, გადი. მაშასე დაჯეკ. გამოცდილი კაცი ჩანს, ჭკვიანი, ძლიერი. კიდევ რა იყო? ერთი იგი ინფორმირებულია გამოძიების ყოველ ნაბიჯზე. მე გარცა საკვირველი, ეგ ევგენიძის საქმეა. სხვა? მაგრამ გაბაშვილი ჭკვიანი კაცია. იგი მიხვდა, რომ ევგენიძესავით ჯუტობა არ გამოადგებოდა. ზად არის თავის თავზე აიღოს მთელი ეს შეცდომა, მაგრამ უხმაუროთ და პროცესის გარეშე. უხმაუროთ პროცესის გარეშე, შენ კიდე მისი პროცესზე მოყვანა გინდოდა. დიახ. რა? რისპურის ქარხანა გაცო. მოკლია. მე რეგენიცული კიდევ. ბატონო ირაკლი, ახლა მე ვფიქრობ, რომ შეიძლება პროცესი მართლაც არ შედგეს. ეგეც შეატყვე გაბაშვილი. დიახ, გაუმშვიდობისას მითხრა, რომ ეს პროცესი არავისთვის არ არის სასურველი, არც ჩვენი ქალაქის ხელმძღვანელობისათვის და არც უფრო ზევით. დიახ. ეხ, ჩემონატო, გეუბნებოდი, გაფრთხილებდი, გირჩევდი. რამდენჯერ, ერთხელ თუ ორჯერ? დიახ.
ბატონო, ერთხელ გითხარით, რომ არ არის ეს პურის ქარხანა, რა ვქნა ახლა? არ არის კაცო და რა უყო? დარეკე სადუნა 07 რომელია? არ ვიცი მე განაცვალია. ბატონო ირაკლი. მე ერთის წუთით წარმოვიდგინე, რომ ეს პროცესი შეიძლება მართლაც აღარ შედგეს. და ის რაც მე მისთვის პროცესზე უნდა მეთქვა, ავდექი და უთხარი. უთხარი რომ ერთ შეცდომას მეორე შეცდომა მოსდევს, რომ ერთი დანაშაულის დაფარვას მეორე დანაშაული, რომ ხელმძღვანელის ნაბიჯი მეტად დიდია და ღრმაა და ამიტომ აი ამ ხელმძღვანელმა ეს ნაბიჯი მეტად ფრთხილად და მოზრდილად უნდა გადადგას. რაღაც ამდაგვარი უთხარი, ბატონო ირაკლი. მე არ ვიცი რამდენი ხანი ვილაპარაკობდი. მე ვერ ვხედავდი მის სახეს. მაგრამ როდესაც მე მას შევხედე ბატონო ირაკლი, იგი იღიმებოდა როგორც პროფესორი უღიმის თავის სტუდენტს, როცა ის კარგად აბარებს გამოცდას. მე როდესაც დავამთავრე, მან მითხრა, დაამთავრეთო, მე ვთხარი დიახ მეთქი. მე მთელი 10 წუთი რეკდა ტელეფონი, ზოგჯერ 4 ერთად, ზოგჯერ ცალ-ცალკე. გაბაშვილს თითქმის დავავიწყდი, რომ იქ ვარსებობდი. მე იმითაც დაინტერესდა. მოვეწყვეთ თუ არა სასტუმროში. გამშვიდობებისას კი მითხრა, რომ ეს პროცესი არავისთვის არ არის სასურველი. რომ იგი მოელაპარაკება ამ ხანაგებს. დიახ, და ჩვენ და ჩვენ დამშვიდი, კარგი. არა, გაიცინე. ბატონო ირაკლი. და ჩვენ გაგვათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან, რომ მართლები ვიყოთ ჩვენი სინდისის წინაშე. გასაგებია, აი რა შეიძლება მოხდეს ჩემო ნატო მისმინე? დიახ. დარეკავს ვიღაც. სულ ერთია, თავარია რომ მას ექნება მის უფლება. და მირჩევს შეწყდეს ეს საქმე. და ამ რჩევას ჩემთვის ბრძანების ძალა ექნება. დიახ. აი სწორედ ეს მაგრძნობინა გაბაშვილმა. მაგრამ როდესაც მაგას მეუბნებოდა ბატონო ირაკლი, ის უკვე აღარ იღიმებოდა. დიახ. აი ეს არის სულ. ამით დამთავრდა ჩვენი შეხვედრა. დარეკავს ვიღაც. ბატონო ირაკლი. ეს არ არის საქალაქთაშორისო ბატონო ირაკლი. აიღეთ ყურმი. ვიცი რომ არა, მე შერატო ხელა ვერ გავიგე. აიღეთ მაშინ ყურმი. ავიღე ბატონო, მეშინია თუ რა? აიღე. ავიღე, ხო, საქალაქთაშორისო. როცა საქალაქთაშორისო გრძლად ირეკება, როცა მოკლედ ისე. კი ბატონო, ავიღე. დიახ, გისმენთ. დიახ, პურის ქარხანა გახლავთ? მე ბატონო, მე პურის ქარხნის დირექტორი ვარ. ვინა ბატონო? მაღლაფერიძე, ჩვენი ვახტანგი. როგორ არა, სიამოვნებით დაგალაპარაკებდით, მაგრამ იცით, მივლინებაშია. ქუთაისში სამშაბათ ჩამოვა, დარეკეთ და ნომერი იცით არა? რა თქმა უნდა იცით. ახლა ეს მითხარით, ეს გიყვართ რეკვა, ძალიან გიყვართ რეკვა რა? სულ გინდათ რეკოთ, არა გამუდმებით დღე და ღამე. მთელი 24 საათი სულ რეკოთ და რეკოთ. რეკე მერე, რეკე, წედი. ეს რაიო ვარშეგეშინა არაგაცო აღარაა საშველი. კარგი ახლა მორჩა, აბა ახლა სერიოზულად ვილაპარაკოთ. დიახ. რა საპირებ? რა თქმა უნდა, საქმის ბოლომდე მიყვანას ბატონო. ესე იგი კონკრეტულად? კონკრეტულად პირველ რიგში სართანიას განთავისუფლებას იგი უდანაშაულია. კი ბატონო. რაც შეეხება ევგენიძეს, იგი სასამართლო პროცესზე წარდგება როგორც ბრალდებული. კი ბატონო. ბატონო ირაკლი, აი გაბაშვილს უწყებას მე მაინც გაუგზავნე. მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი აუცილებლად ჩამოვა ბატონო ირაკლი. ჩამოფრინდება. აუცილებლად ჩამოვა. მათ მაქნას.
დიახ. ბატონო ირაკლი. როგორიც? აი თუ ვინმე ბატონო ირაკლი. ხო, გისმენთ. დამავიწყდა გაბაშვილმა თქვენთან ძალიან დიდი მოკითხვა დამაბარა. ეგ როგორ გავიწყდებოდა? ხო და ბატონო ირაკლი. ხო. თუ ვინმე დარეკა ხიდის საქმის შეწყვეტის შესახებ იცოდეთ მე მომიხდება პროფესიის შეცვლა გესმით თქვენ? მოიცა რა? ნატო რა თქვი? ნატო რა მოგივიდა? ნატო გესმის შემიხმა? დიახ მესმის. მოიცა რა მოხდა ახლა ამ რამდენიმე წამში რაც აქედან გახვედი? ესე იგი შეშინდი მაინც რა? სირცხვილი ნატო მე კი მეგონა შენში მოხდა რაღაც ისეთი რაც არა ეთქობა ზოგი რამ უნდა შეგახსენო მიუხედავად იმისა რომ ჩემზე უკეთ იცი ყველაფერი ნატო გენაცვალი მისმინე კარგად მისმინე აბა გაიხსენე ნატო მართლმსაჯულების განხორციელების დროს რა უნდა იხელმძღვანელო კანონით ხომ მხოლოდ კანონით ნატო ეს კანონი ყველასთვის სავალდებულოა ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ხომ გახსოვს ნატო ეს საგმარისია ერთხელ გადაუხვი ამ გზიდან ერთხელ უღალატო ამ ჭეშმარიტებას რომ ამერც მოყვება მეორე მესამე მეოთხე მორჩა როგორც მოქალაქე აღარ არსებობ მაშინ შენ ცოცხალი ლეში ხარ ნატო გენაცვალე მისმენ ნატო გაიხსენე კანონი ცოცხლობს და მოქმედებს მხოლოდ მაშინ როდესაც იგი სრულდება ხო გენაცვალე როდესაც იგი სრულდება მე დარწმუნებული ვარ რომ შენ შეძლებ ამის გაკეთებას შენ შეგიძლია გააკეთო ეს მე ასაგებია ბატონო ირაკლი მოკლედ როცა კაცს ინდისი ფლაც სუფთა არა გაქვს კისერზე რაღაც სოდვა გაწევს მართლა კაცი ხარ კაცური უნდა გეყოს ვაშკაცობა და